მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მოგესალმებათ რადიო გადაცემა მე და გარემო. გადაცემის წარმდგენია სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია ვეისტლესი. მე ანა ცხადაძე ვარ, გიორგი გულიაშვილთან ერთად. წარმოგიდგენთ ძალიან მნიშვნელოვან თემას, ეს არის ნარჩენების მართვა და ნარჩენების მართვის სექტორის წარმომადგენლები გვყავს დღეს სტუმრად და გაგაცნობთ კომპანია კერეს დამფუძნებელს, ბატონ გიორგი კასრაძეს. კომპანია კერე არის შუშის გადამამუშავებელი კომპანია, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობს ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია. მოგესალმები გიორგი. გამარჯობათ, მივესალმები სმენელს. ჩვენი კომპანია 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც მყარი ნარჩენების მინი სექტორში მოღვაწეობს. ჩვენს ანგარიშზე უკვე არის 60,000 ტონა, დაახლოებით ეს რომ გადავიანგარიშოთ, არ დამწვარი ბუნებრივი აირი არის 6 მილიონი კუბური მეტრი, რაც ემისიებით არაფრენილა ჰაერში. ჩვენი კომპანია 100%-ით ახდენს სეპარირებას ჩვენს ჰაბში შემოსული ნედლეულის, რომელიც შესაბამისად რო გროვდება და ეწოდება ხარისხებული პროდუქცია ნედლეული შესაბამის ჰაბებს. ჩვენი მზა პროდუქცია ეწოდება მინისტარის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც ცირკულარულ ეკონომიკას წარმოადგენს შემდგომში. ჩვენ ვართ მომპოვებელი, გადამამუშავებელი და კვლავ აღდგენას ახდენს ქსანის შუშის ქარხანა. ერთადერთი ნედლეულს მიაწვდით, ანუ უკვე უფრო გასაგები რო იყოს. პირველად დამუშავებას უკეთებთ. პირველად დამუშავებას უკეთებთ, ჩვენ მოპოვება, პირველადი დამუშავება და ჩვენი მზა პროდუქცია არის მათთვის ღუმელში სასაყრელი გამზადებული ნედლეული, რომლითაც 1 კილოგრამი მინიდან იბადება ახალი შუშის ბოთლები. ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელმაც მივაღწია თანამშრომლობ თბილისის მერიასთან, ნაგავსაყრელებიდან ნარჩენების გამოტანის თაობაზე შუშის მიმართულებით. ანუ შეთანხმება არის გიორგი უკვე ამასთან დიახ, შეთანხმება ერთი წელია უკვე ჩვენ თანამშრომლობთ მათთან. გამოგოტანილი გვაქვს გარკვეული რაოდენობის ნარჩენი, თუმცა ანუ ნაგავსაყრელებზე მიდის თქვენი კომპანია და ყველა რეგულაციის დაცვით ახორციელებს სეპარირებას და შემდეგ შესყიდვას. არა, სეპარირებულს თვითონ უზრუნველყოფენ, ჩვენ გვაქვს განთავსებული მოცულობითი კონტეინერები, სადაც შემოსული მინისტარა იყრება ამ კონტეინერებში და შესაბამისად ხდება მერე ჩვენი შესყიდვა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, ბოდიში გიორგი და კომენტარს გავაკეთებ, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კომპანიის და ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე ხდება ამ კონკრეტულად მინის შუშის ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება. კი, რა თქმა უნდა. ეს არის პრეცედენტი ბიზნესის და სახელმწიფოს შეთანხმების. ერთი კითხვა მაქვს გიორგი, ეს შუშა შეგროვებული მუნიციპალიტეტი აგროვებს შუშას. ნაგავსაყრელზე მისული მინის ნარჩენი იქ ხდება ნაგავსაყრელზე მისული მინის ნარჩენი გამოყოფენ რამოდენიმე თანამშრომელს, თუ არის დიდი რაოდენობით მინის ნარჩენი, მიიტანენ კონტეინერს, შესაბამისად ყრიან და ასაწყობებენ ჩვენთვის წამოსაღებად. და კონტეინერს, რა თქმა უნდა, თქვენი კომპანიის. რა თქმა უნდა, დიახ, ჩვენი რესურსით არის მიწოდებული კონტეინერები. და ოფიციალურად ყიდულობთ ამას. ოფიციალურად, დიახ, ეს არის აუქციონის წესით გამარჯვებული კონტრაქტი, რომლითაც ხდება ერთწლიანი ვადით, რომლითაც ხდება რეგულარულად მოწოდება ნედლეულის. სხვა მომწოდებლები, ან ვინ არის თქვენი, ვისთან თანამშრომლობთ? ჩვენ ძირითადად თანამშრომლობთ, ესე იგი, ყველა წამყვან კომპანიასთან, რომელიც არიან ბევრი და ჩამომსხმელები, ეს არის ბორჯომის ქარხანა, ნატახტარის ქარხანა, ზედაზენის ქარხანა, ყაზბეგის ქარხანა, კახეთში თითქმის ყველა მსხვილი მეღვინე, სნოსწყლების წარმომადგენლები და ასე შემდეგ, ყველა დიდი მსხვილი მწარმოებლები, მარნეულის ქარხანა და ასე შემდეგ. შესანიშნავი და როგორც ვიცი, მე ასევე ხშირად კერძო პირებიც კი გარკვეული კერძო პირები და ორგანიზაციები, არა მარტო მწარმოებლები, თქვენ უზრუნველყოფთ ასე ვთქვათ სერვისს, რომ
მათ განუთავსებთ, შეგიძლიათ მივიდეს ვისაც გარკვეული, რა თქმა უნდა, რაოდენობის შუშა უგროვდება და შეუძლია შეაგროვოს, თქვენ უზრუნველყოფთ, რომ ინფრასტრუქტურა განათავსოთ მათ ტერიტორიაზე და ამის შევსების შემთხვევაში თქვენ გაიტანოთ ეს ნარჩენი. დიახ, მოგახსენებთ, ყველა ორგანიზაციას, რომელიც ეკომეგობრულად არის განწყობილი და მინისეპარაცია შეუძლია თავის საწარმოში, ხორეკა სექტორი იქნება ეს, ჩვენ ვთავაზობთ შესაბამის კონტეინერებს, ტომრებს, რომელთაც ისინი მოახდენენ 100-150 კილოგრამი ოდენობის აკუმულაციას, შესაბამისად ჩვენი ლოჯისტიკური ჯაჭვი ჯგუფები გადიან ამ კონკრეტულ ობიექტებზე, იქვე ხდება წონაც და ანგარიშწორება შემდგომ და იქიდან ჩვენი ძალებით ვახდენთ წამოღებას. მცხეთა თბილისის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას ეს იქნება კერძო პირი თუ ორგანიზაცია, ვისაც ექნება 150 კილოგრამი მინის ტარა შეგროვილი, ეს იქნება დამტრეული მთელი თუ როგორი სახითაც არ უნდა იყოს, ჩვენი ჯგუფი დღეს რომ დარეკოს ადამიანმა რომ მაქვს ნარჩენი, მაქსიმუმ ხვალ ჩვენი თანამშრომლები მივლენ, გამოიტანენ იქვე წონას დაუდგენენ და ხდება მათი ანგარიშწორება. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომლებიც ნარჩენში თანხას ვიხდით. გასაგებია და შუშა არის ის ნარჩენი, რომელსაც აქვს ასე ვთქვათ ღირებულება როგორც პლასტიკი. ასევე გვაგროვებთ ჩვენ რეგიონებში, ქალაქ ბათუმი, ქუთაისი, რუსთავის გვაქვს დაწყებული. კახეთის თითქმის მთელი რეგიონი მეღვინეებისგან ერთმანეთის გადაცემით და იქაური შუშის მწარმოებელი კომპანიები ყველა თანამშრომლობენ აბსოლუტურად ჩვენთან. აი, გასაგები რო იყოს, მაგალითად მეღვინეები, ანუ გულისხმობთ მეორად ბოთლებს თუ თქვათ ნებისმიერი ტიპის ნარჩენი, რაც კი წარმოიქმნება, ეს იქნება გატეხილი ფანჯარა, გატეხილი ჭიქა, ანუ სამშენებლო კომპანიებთანაც თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, დემონტაჟის ორგანიზაციებთან, ასევე სამშენებლოებთან, მწარმოებელებთან, ჩამომსხმელებთან და მასთან გარშემომყოფი, რომელიც ჩვენი სამიზნე ჯგუფებია, დიახ. ჩვენი სიმძლავრეები დღეს დაახლოებით 12-13,000 ტონაზე გავედით გასულ წელს. ჩვენი ჭრილში? კი, ტონაზე, მოპოვება გადამუშავების, წელს გვაქვს დაგეგმილი 15,000 ტონა და შესაბამისად ეს მოცულობები გაიზრდება დანარჩენი მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით. მთავარი გამოწვევები რო გითხრა რა არის დღეს ამ მთავარი გამოწვევა როგორც ყველა ნარჩენების სექტორში საზოგადოებაში არ არსებობა სეპარირებული კულტურის შესაბამის ინფრასტრუქტურის არ არსებობა და მხოლოდ ბიზნესი რასაც შეძლებს იმ ინფრასტრუქტურას ქმნის და აწვდის იმ ეკომეგობრულად განწყობილ საზოგადოებას, რომლითაც დაინტერესებული არიან სეპარაციით. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია როგორც ცნობიერების თვალსაზრისით, რომ გაიზარდოს თვითშეგნება, მოქალაქეობრივი თვითშეგნება ამაღლდეს ერთი, მეორე რომ ამის აღსრულების მექანიზმი იყოს საკანონმდებლო თვალსაზრისით და მესამე რა თქმა უნდა ნებისმიერ საქმეში, რომელიც გვინდა რომ შესრულდეს, უნდა იყოს ბიზნეს ინტერესი. ამოსავალი, რომელიც საბოლოო რგოლია და გადამამუშავებელი სექტორი ის რგოლია, ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორი, რომელიც ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, ქუდს ადგავს და საბოლოო პროცესს გადის, ხო? ეს ან ქმნის ახალ პროდუქტს, ან ქმნის ნედლეულს ახალი პროდუქტისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ნედლეულს არ მოვქმნით, რომელიც არის ჩვენი მზაპროდუქცია, გამზადებული ნედლეული ქსანიშუშის ქარხნისთვის, რომელთაც პირდაპირ, ესე იგი, ახდენს მის გადნობას და ძალიან დიდი ეფექტები აქვს თვითონ საბოლოო ბენეფიციარს, როგორც წეგან აღნიშნე, 6 მილიონი კუბური მეტრი გაზი არ შეიძინა ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომელიც არც თანხა გადაიხადა, დაიზოგა ნედლეულიც. დაიზოგა ბუნებრივი აირებიც და შესაბამისად არ მოხდა ემისიების გაფრქვევა. კი ბატონო, მოკლედ კიდე ერთი საკითხი აქ მნიშვნელოვანი არის
ბიზნესის და კერძო და საჯარო თანამშრომლობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ მინის ბოთლები ძირითადად წარმოიქმნება მოსახლეობაში, ხო? მოსახლეობა ყიდულობს ამ პროდუქტს და მე როცა თავიდან უნდა მოიცილოს ეს, ხო? სხვა საშუალება რო არ არის, აგდებს საერთო ურნაში, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მუნიციპალური ნარჩენების განკარგავი არის მუნიციპალიტეტები, ხო? ის კომპანიები, რომელიც მუნიციპალიტეტების ქვეშ ოპერირებენ. და მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა დაიწყონ ეს დახარისხების პროცესი, როცა ამხელა მოთხოვნა არის ამ ნედლეულზე, ხო? ჩვენ გქონდა ქალაქ ბათუმში შეხვედრა და იქ არც ახლო-მახლო ყველა რეგიონები წარმოდგენილი იყვნენ მერები და მათი წარმომადგენლები, ასევე ქალაქ რუსთავში გქონდა შეხვედრა, ასევე ქუთაისში გქონდა შეხვედრა, 26 მუნიციპალიტეტს გავაცანით ჩვენ ეს ინოვაციური პროექტი, რომლებმაც მოისმინეს და არის სამუშაო რეჟიმში გადასული ეს საკითხი, რომ მოხდეს ამ ქალაქებში სრული სეპარაცია და პირველ შემთხვევაში ყველაზე ადვილად სეპარირებადი ნედლეული ეს არის მინა, რომელსაც ჭირდება მხოლოდ ერთი კონტეინერი შესაბამისად ცალკე განცალკევების, რომელიც იქნება დაბრენდილი და იქნება წარწერით, რომ მხოლოდ მინისთვის და ეს იქნება დასაწყისი მთელი ქვეყნის სეპარირებისთვის. და ხელმეორადი შესეპარირებაც ადვილია, იმიტომ რომ მყარი ნარჩენია და საკმაოდ მძიმე. დიახ, ის არ ფუჭდება, არც გარემო პირობები აფუჭებს შუშას და არაფერი და არც დაბინძურება. და მინდა მსმენელს გავაჟღერო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ესე იგი ჩვენს ჰაბში მოხდება ერთი ცალი ბოთლი, დალეული გამოყენებული ერთი ცალი ბოთლი და ჩვენს ჰაბში მოხდება ეს უდრის დაახლოებით 5 საათი უფასო დენი არის ასვატიან ნატურაზე. აი ესეთი დიდი ეფექტი აქვს ამ ასეთ ქცევას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიეჩვიოს ჩვენი საზოგადოება სეპარაციას და სწორ მოქცევას შესაბამის ურნაში ჩაგდებას. ანუ რესურსების ჯერჯერობით არ არსებობს და მცირეა ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში მსგავსი კონტეინერები, თუმცა ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვედოთ და გავიყვანოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ლოჯისტიკური ჯაჭვები, რასაც მოყვება პლასმასიც, მუყაოც და ცელოფანის და რითაც მივახცევთ ქვეყნის სეპარირებულ ნარჩენს. კი, ნამდვილად მინდა დაგეთანხმო, რომ და ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ შევქმნათ ეს ინფრასტრუქტურა, თუ არ ექნება მოსახლეობას ხელმისაწვდომი, სად განათავსოს ეს, ხო? მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის სახლში აგროვებს ამ ახარისხებს ამ ნარჩენებს და მე კითხულობენ, რომ სად წაიღონ და შეიძლება რაღაც სპეციალურად გაიარონ რამდენიმე კილომეტრი, ოღონდ ჩააბარონ. ასეთი ხალხისთვის ავაწყოთ ზუსტად ეს ლოჯისტიკური ჯაჭვები, მაგალითად ჩვენ ავამუშავებთ ცოტა უფრო მძლავრად ჩვენს ცხელხას და ექნება შესაძლებლობა პირდაპირ მივლენ ჩვენი თანამშრომლები და მათგან გამოიტანენ ამ ნარჩენს. ეს შუშის ნაწილში, რა თქმა უნდა, დანარჩენი საკითხებიც მოსაგვარებელია. ძალიან დიდი მადლობა რომ შემიძლია გულწრფელად გითხრა გიორგი, რომ სმენელსაც გავაცანით, რომ ჩვენ მე და გიორგი ვართ ნარჩენების სექტორის წარმომადგენლები, ასე ვთქვათ, ასოციაციის წარმომადგენლები, გიორგი ორ ორგანიზაციას წარმოადგენს და ჩვენი ძირითადი საქმიანობა ზუსტად ნარჩენების მართვას უკავშირდება და პირადად ჩემს ტელეფონზე კვირაში მინიმუმ 5 ზარი გაისმის, რომ შუშის ჩაბარება უნდა და ვის მიმართვა. მზად ვართ. კი ბატონო, და მე ვამისამართებ ოღონდ. ხშირად, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. და ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საქმეა იმისთვის, რომ რა კანონმდებლობაც ჩვენ, რასაც ველოდებით კანონმდებლობა შესაფუთი ნარჩენების შესახებ, რეგულაციას, რომელიც უკვე ვალდებულს გახდის, ასე ვთქვათ, მისი აღსრულების მექანიზმები რომ ჩაირთოს, ხო? ანუ თქვენ ფაქტიურად, თქვენ პოლივიმი, თქვენნაირი კომპანიები თუნდაც მცირე, იმხელა დიდ საფუძველს ამზადებთ იმისთვის, რომ ეს სისტემები სამომავლოდ ეფექტურად ამუშავდეს, ну, მადლობის მეტი, რა თქმა უნდა, რა გვეთქმის და რეალურად ეს ის საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს სამომავლოდ
ძალიან მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას. დიახ, დიდი მადლობა. აუცილებლად მივახცევთ ჩვენ არანაირ ძალისხმევას არ ვზოგავთ იმის გამო, რომ მოხდეს ქვეყანაში სრული სეპარირება და ნარჩენის სწორად მოგროვება. ჩვენ ვეკიდებით წამგებიან პროექტებსაც, მაგალითად კახეთიდან ბოთლების რაოდენობა მეღვინე რო იტყვის, რომ მას ბოთლი აქვს ჩასაბარებელი და უნდა მივეხმაროთ. ჩვენ იქ ვაგზავნით შესაბამის მოცულობის ტრაილერს, რომელიც მოცულობას ძალიან მსუბუქია და 5-6 ტონის მოწოდება შეუძლია ერთ რეისზე, ეს ძალიან წამგებიანია, თუმცა იქ ნაგავსაყრელზე გადაყრა და იქ ცეცხლის გაჩენა ძალიან ბროლისებური ეფექტია. ცეცხლსაშიშია შუშა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს ჩვენმა მსმენელმა, ხო? ანუ კიდევ ერთხელ რომ გაუსვათ ხაზი. თუ კი პლასტიკის დაშლა სჭირდება ათასობით წელი გარემოში და მარტო დაშლას კი არა, ის ცოცხალ ორგანიზმებს აზიანებს, ოკეანებს, აბინძურებს და დედამიწას და ბევრ ასე ვთქვათ, ბევრი უარყოფითი შედეგები მოაქვს. შუშა შეიძლება შუშა არის ცეცხლის გამჩენი 500 წლის განმავლობაში სადაც ეგდება, იქ ექნება ბროლის ეფექტი და იმის ძირში რაც კი იქნება ყველაფერს ცეცხლს წაუკიდებს. და ძალიან მაღალი ეკონომიკური წარმადობა აქვს, ასე ვთქვათ, ეკონომიკური. კი ბატონო, და უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ სწორად მართავთ ამას, ერთი რომ ამას გარემოსდაცვითი ეფექტი აქვს და პირობითად ნაგავსაყრელი აღარ გჭირდება იმ რაოდენობის და იმ მოცულობების, ხო, როცა აღარ შევა ეს ნარჩენები ნაგავსაყრელზე. ჩვენი კომპანიის თავარი მიზანიც ეს არის, რომ დაიხუროს ერთხელ სამუდამოდ ნაგავსაყრელები და ყველამ ერთად ვიცხოვროთ დასუფთავებულ ქვეყანაში. და მეორე რომ რესურსებს ზოგავთ და ამ გადამუშავებით ქმნით ეკონომიკურ ეფექტებსაც, ხო, იქ უნდა დასაქმდეს მოსახლეობა, ხო, და შესაბამისად ამ გადამუშავების შედეგად დობლათი იქნება და ეს რა თქმა უნდა ჩვენს ეკონომიკაში ქმნის ახალ შესაძლებლობას. ჩვენ საწარმოში ყოველდღიურად 25 ადამიანი მუშაობს, მოწოდების ჯაჭვში დაახლოებით 50 ადამიანი ყავს დასაქმებული რეგიონებში. და კიდევ ეს არის მზარდი და მოლოდინები, როგორც კი დაალაგდება მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობები და შეიქმნება ინფრასტრუქტურები, ეს თავისთავად გაიზრდება. და ალბათ შესაბამისად გეგმავთ თქვენი საწარმოს შესაძლებლობების გაზრდასაც. ჩვენი საწარმო დღეისათვისაც შესაძლებელია უპასუხოს ის რაოდენობა, რაც კი მთელს ქვეყანაში მოლოდინი გვაქვს, რომ წელიწადში 50,000 ტონა იქნება შესაძლებელი. ამის სიმძლავრე დღესაც გააჩნია ჩვენს კომპანიას, თუმცა იქ იქნება საჭირო, ჭირდება ყოველთვის განახლებები, ფერების მიხედვით შერჩევა და ასე შემდეგ, მუდმივი ინვესტიციები საჭიროა.